მე ვფიქრობ ეს ფოტო ერთ-ერთ ყველაზე შემაშფოთებელ ფოტოდ შევა ულტრამარათონის ისტორიის წიგნებში. და ეს იმიტომ, რომ ამ ფოტოს გადაღებიდან მალევე აღნიშნული მორბენალი სახელად ტურია პიტი ცოცხლად დაიწვა. 4 საათზე მეტი ხნის განმავლობაში ტურია ავსტრალიის ველზე ღია სივრცეში იწვა. მზე დაუნდობლად აჭერდა მის მძიმე დამთრობებს, სანამ ელოდა, რომ ვინმე იპოვიდა და ამ კოშმარისგან გადაარჩენდა. ამ შემთხვევამ ბევრი კითხვა გააჩინა იმ დღის შესახებ, როცა ულტრამარათონის რბოლა საშინელებითა და კატასტროფით დასრულდა. გულს მდგენს, მაშფოთებს და გულწრთელად რომ თქვა, მაბრაზებს. მოდით გადავეშვათ ტურია პიტის ტრაგიკულ ისტორიაში. მე მიზნად ავისახე, რომ ამ არხს 25,000 გამომწერი ხავდეს, ასე რომ თუ ჯერ არ გაგიკეთებიათ, გთხოვთ დააჭიროთ გამოწერის რილაქს. 2011 წელს 24 წლის ფიტნესის მოყვარული და ულტრამარათონის მორბენალი ტურია პიტი გაემართა 100 კილომეტრიან ულტრამარათონზე კიმბერლიში, დასავლეთ ავსტრალიაში. გარბენი იყო დასავლეთ ავსტრალიის ტურიზმის კამპანიის ნაწილი, რომელიც ორგანიზებული იყო Racing the Planet-ის მიერ, ჰონკონგში დაფუძნებული კომპანიის მიერ, რომელიც ცნობილია რთულ გარემოებში ფეხით გარბენების მოწყობით მთელ მსოფლიოში, როგორიცაა გობის უდაბნო, საუდაბნო, საჰარა და ანტარქტიდა. კიმბერლიში გამართულ ამ კონკრეტულ გარბენს წინ უძვოდა 250 კილომეტრიანი 7-დღიანი ეტაპობრივი ღონისძიება, რომელიც წინა წელს ჩატარდა. 2010 წლის გარბენი უპრობლემოდ ჩატარდა და ვერავინ წარმოიდგენდა იმ საშინელებას, რაც 2011 წელს ელოდათ. ღონისძიება უნდა დაწყებულიყო ადგილას, რომელსაც ემა გორჯი ეწოდება და დასრულებული იყო 100 კილომეტრით დაშორებულ კუნუნურაში, დასავლეთ ავსტრალიაში. სულ 6 საკონტროლო პუნქტი იყო სტარტიდან ფინიშამდე, სადღაც საერთოდ არ იყო მანქანის მისასვლელი გზა, ბილიკები ან ტრასები და შესაბამისად ძალიან სუსტი იყო ქსელის დაფარვაც. ყურადღება მიაქციეთ ამას, ეს მალე გამოგადგებგებათ. პარასკევს 2011 წლის 2 სექტემბერს მარათონი ოფიციალურად დაიწყო. ტურია პიტთან და კიდევ 40 მონაწილესთან ერთად, რომლებიც ფინიშის ხაზისკენ მიიწევდნენ. პირველი 10 კილომეტრი მშვიდად გავიდა. ტურია თავის კონკურენტებთან ერთად გარბოდა, განსაკუთრებით კი იმ სამი მამაკაცის გვერდით, რომლებთანაც წინათ ვესაუბრობდა. მაგრამ მან სწრაფად გაასწრომათ და მივიდა მეორე საკონტროლო პუნქტთან, სადაც ცოტა ხნით შეჩერდა დასასვენებლად და წყლის დასალევად. ამ დროისთვის მას თითქმის 20 კილომეტრი ჰქონდა გარბენილი, რაც ნებისმიერ შემთხვევაში საკმაოდ შთამბეჭდავ მიღწევად ითვლება. მოკლე შესვენებისა და სხვა მორბენლებთან საუბრის შემდეგ საკონტროლო პუნქტზე ტურია კვლავ გაემართა გზაზე. მომდევნო მონაკვეთმა მას ტიერის ხეობაში გაატარა. ეს იყო ყველაზე რთული მონაკვეთი 20 კილომეტრიდან, რომელიც მესამე საკონტროლო პუნქტამდე მიდიოდა. ხეობაში გავლა რთული იყო და ადგილი ძალიან მიუვალი იყო, რაც ყველასთვის ამ მონაკვეთს გამოწვევად აქცევდა. რამდენიმე წუთში ტურია აღმოჩნდა უხეში რელიეფის შუაგულში, სადაც ირგვლივ ყველა მიმართულებით ველური გარემო იყო გადაჭიმული. სწორედ ამ რთული მონაკვეთის დროს შეამჩნია პირველად მან, როგორ ადიოდა კვამლის შორიდან. თავდაპირველად მას ეს პატარა ბუჩქების ხანძრად მოეჩვენა, რომელიც ხეობის ფსკერზე მოძრაობდა და მის მარჯვენა მხარეს არსებულ ფერდობთან მიიწევდა. ხანძარი თავიდან განსაკუთრებით საშიშად არ ჩანდა, მაგრამ ბუჩქების ხანძარი ძალიან სწრაფად ვრცელდება, ბევრად უფრო სწრაფად ვიდრე მოსალოდნელია. და რაც კიდევ უფრო ამძიმებდა მდგომარეობას, ეს კონკრეტული ველი რთულ რელიეფში მდებარეობდა, ყველგან სქელი გრძელი ბალახით, ხეებითა და ბუჩქებით, რაც ბუჩქების ხანძრისთვის იდეალური საწვავი იყო. როცა მან სირბილის ტემპი შეანელა, ტურია დაინახა, რომ მის წინ ორი თანამორბენალი იყო, ჰალ ბენსონი და კეით სანდერსონი, რომლებიც უკვე შეშფოთებით განიხილავდნენ მოახლოებულ ხანძარს. მათი შეშფოთება აშკარა იყო და მალე როცა ტურია გაჩერდა, მათთან კიდევ ორი მონაწილე, შონი და მარტინ ვანდერმეერი მივიდნენ, რომლებიც ტურიას ადრე სადილის დროს გაეცნა. მათ ჯგუფს კიდევ ერთი მორბენალი, მაიკლ ჰალი, შეუერთდა და ერთად 6 მორბენალმა შეაფასეს თავიანთი მდგომარეობა და შესაძლო გაქცევის გზას ეძებდნენ. ამ მომენტში ისინი ტიერის ხეობის შუაგულში იყვნენ, სადაც მობილური კავშირი არ იყო და მარათონის ზედამხედველებისა და ოფიციალური პირების მხრიდან მეთვალყურეობა საერთოდ არ არსებობდა. მეორე საკონტროლო პუნქტის დატოვების შემდეგ ყველამ შენიშნა და გაიარა პატარა დამწვარი ადგილები, მაგრამ მაშინ ამის გამო არ შეშინებულა. მაგრამ ეხლა სიტუაცია სხვანაირი იყო. როცა ხეობაზე გადაიხედეს, დაინახეს უზარმაზარი ცეცხლის კედელი, რომელიც მათკენ მოიწევდა. როდესაც მორბენლები საუბრობდნენ, ცეცხლი თითქოს თავადაც მორბოდა და მათკენ უხვევდა. ცეცხლის ხმაური იმდენად ძლიერი და მძვინვარე იყო, რომ ერთმანეთს ძლივს ესმოდათ. მათ კარგი ხილვადობა არ ჰქონდათ, მაგრამ იცოდნენ, რომ ცეცხლი მათკენ მოდიოდა, რადგან კვამლი იმ მიმართულებით მიდიოდა. ტურია შეშინებული იყო. ფიქრობ, ყველა შეშინებული იყო.
მათ უკან მეორე საკონტროლო პუნქტში დაბრუნებაზე იფიქრეს, მაგრამ რამდენიმე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ დაინახეს, რომ ცეცხლი ძალიან ახლოს იყო და უფრო იზრდებოდა. მაგრამ ხეობაში დარჩენაც სახიფათო იყო, რადგან ცეცხლი იქ უფრო სწრაფად გავრცელდებოდა და ისინი გაებმებოდნენ. ცეცხლი სწრაფად ვრცელდებოდა, გამომშრალი ბალახისა და ცხელი ამინდის გამო. მათი ერთადერთი არჩევანი იყო ხეობის ციცაბო ფერდობზე ასვლა. ისინი მიემართნენ კლდოვან ადგილს, სადაც ნაკლები ბალახი იყო, იმ იმედით, რომ ცეცხლი სწრაფად გადაივლიდა. მათ შეცდომით იფიქრეს. თურია და ჯგუფი ცოცვას დაიწყეს, იმ იმედით, რომ ეს მათ გარკვეულ დაცვას მისცემდა. ცეცხლი სწრაფად ვრცელდებოდა, ქარის მიერ წაკეზებული. მარტინი, კეით, თურია, მაიკლი და ჰოლი კლდის შუა ნაწილში, პატარა ვიწრო ადგილას ავიდნენ. შონს ცოტა მოშორებით მოუწია დადგომა, რადგან ყველასთვის ადგილი არ იყო. მათ ქვემოთ ჩაიხედეს და დაინახეს ცეცხლი, ძალიან ახლოს იმ ადგილთან, სადაც სულ რამდენიმე წამით ადრე იყვნენ. მათ განიხილეს. დაიცავდა თუ არა ეს პატარა ადგილი მათ, თუ კიდევ უნდა აესვათ. მაგრამ ცეცხლი ძალიან სწრაფად უახლოვდებოდა და თითოეულ მორბენალს წამებში უნდა მიეღო გადაწყვეტილება. როცა ცეცხლი მიუახლოვდა, ტურია თავის გრძელმკლავიან ზედას ფეხებზე შემოიხვია, იმედით რომ ეს რაღაცით დაიცავდა. სიდბო ძალიან ძლიერი იყო. ჰაერი ბოლით აივსო, რის გამოც ძნელად ჩანდა რამე და სუნთქვაც რთული გახდა. თურია ჯგუფში ერთადერთ სხვა ქალს, კეითს შეხედა, თვალებში ცრემლებით, შეშინებული იმის გამო, რაც წინ ელოდათ. კეითმა სცადა დაემშვიდებინა, მაგრამ ორივე მიცოდა რომ მდგომარეობა მძიმე იყო. თურია ქვებს შორის ჩაიმუხლა და ყველანაირად ცდილობდა თავი დაეფარა. სიდბო აუტანელი იყო. იმ წამს ტურია დაფიქრდა, ნეტავ ასე დასრულდება მისი ცხოვრება. შემდეგ ცეცხლი მათაც მიადგა. თურია მიყვირა და ცეცხლის სიმზაფრემ თურიას სასოწარკვეთილი ნაბიჯის გადადგმა აიძულა. მან ცეცხლისგან თავის დასაღწევად გორაზე ასვას სცადა, მაგრამ სისხლი აუტანელი იყო. მან გორაზე ფეხი დაუწდა და დაეცა. თავი ქვას დაარტყა. მისი ყვირილი ქაოსში ჩაგრა. ხოლო წარმოდგენა შემიძლია, რას გრძნობდა ტურია იმ საშინელ მომენტებში, როცა ცეცხლის სრულ მძვინვარება შეეჯახა. ცეცხლი ყველგან შეეხო მის განს. ზურგზე, ფეხებზე და სახეზე. მას ალბათ წარმოუდგენლად დიდი ტკივილი იგრძნო, ბევრად მეტი ვიდრე ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. იმ საშიშ მომენტებში, როცა ყველგან ცეცხლი იყო, ის სიცოცხლისთვის იბრძოდა. ეს საშინელი უნდა ყოფილიყო. მაგრამ რამდენიმე წუთში ცეცხლი დამშვიდა და ყველაზე ცუდი ნაწილი გადაიარა. მორბენლები, შეშინებულები, ისევ ერთად შეიკრიბნენ. ოგონებისგან განსხვავებით, დანარჩენმა მამაკაცმა მორბენლებმა მოახერხეს სერიოზული დამთრობების თავიდან აცილება, რადგან მაღალ ადგილზე გაიქცნენ. მაგრამ თურია და კეითი ესეთი იღბლიანები არ იყვნენ. ორივე სხეული 60%-ზე პირველი ხარისხის დამწრობები ჰქონდა მიღებული. თურია ყველაზე მძიმედ იყო. მისი სახე ნახევრად დნებოდა, კანი კი ნებისმიერი შეხებისას პირდაპირ ეცლებოდა. მისი დანახვისას მაიკლ ჰალმა 6 მორბენალიდან ერთ-ერთმა მაშინვე ყველაზე ცუდი იფიქრა. მაგრამ ტკივილისგან ამოსული კნესა, რომელიც მის ტუჩებს მოსხვდა, მაიკლ ჰალს დაარწმუნა, რომ ცდებოდა. 6 მორბენალი და 2 მძიმედ დამწვარი ქალი ფიქრობდნენ, რომ დახმარება მალე მოვიდოდა. ამიტომაც დარჩნენ იმ ხეობაში და ელოდნენ თითქოს ეს დრითქოს ეს დრო მარადისობად იწელებოდა. 4 მტანჯველი საათის განმავლობაში ისინი ისხდნენ ხანძრის ნარჩენებში, თითოეული წუთი უსასრულოდ იწელებოდა. ტკივილი წარმოუდგენელი იყო. ტურია, რომელსაც ტუჩებსა და ყელში მძიმე დამწრობები ჰქონდა, ხოლო წყლის თვეთებს იღებდა, რომ ტკივილი შეემსუბუქებინა. ეხლა ამ ყველაფრის შემდეგ იფიქრებდით, რომ ამ საშინელი დღის დეტალების გასარკვევად მასშტაბური გამოძიება დაიწყებოდა. საბოლოოდ ძნელად წარმოსადგენია, რომ თხის ხანძარი 100 კილომეტრიან რბოლას ასე მოულოდნელად დაატყდებოდა თავს. ორგანიზატორებს, Racing Planets, ალბათ რაღაც წარმოდგენა მაინც უნდა ქონოდათ. ამიტომ, ეხლა როცა ვაპირებ ვისაუბრო ორგანიზატორების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე, მინდა ეს ნათლად განვაცხადო. ცდილობ ეს გავაკეთო ყველას მიმართ პატივისცემით, ვინც ამაში იყო ჩართული. ყველაფერი, რაც მინდა გავაკეთო, არის ფაქტების განხილვების განხილვა, იმის შესახებ თუ როგორ შეიძლებოდა შედეგი ყოფილიყო განსხვავებული, რომ მათ სხვა გადაწყვეტილებები მიეღოთ. და პირველი კითხვა, რომელიც მინდა აქ წამოვწიო, არის, რატომ არ იცოდნენ მათ ხანძრის შესახებ არაფერი? სწორედ ამ კითხვაზე პასუხი ის არის, რომ იცოდნენ. პირველი გაფრთხილება ჯონ სტორიმ, ადგილობრივმა ფერმერმა და Racing Za პლანეტის დამფუძნებლის მეგობარმა გააკეთა. ჯონმა, რომელმაც წინა წელს ამ რბოლის 250 კილომეტრიან ვერსიაში მიიღო მონაწილეობა, გადაუფრინა ამ ტერიტორიას და რბოლამდე რამდენიმე დღით ადრე შენიშნა ხანძარი.
26 აგვისტოს მან Racing the Planet-ის მარშრუტის დირექტორი კარლოს გარსია პრიეტო წაიყვანა დუნჰემის ხეობაში, რათა ხანძარი ენახა, რომელიც მარშრუტის ნაწილი იყო. მან ადგილობრივ ხელისუფლებას ელექტრონული წერილი გაუგზავნა და რბოლისთვის არსებული პოტენციური საფრთხის შესახებ გააფრთხილა. ამ ადრეული გაფრთხილებების მიუხედავად, ორგანიზატორის რეაგირება არასაკმარისი იყო. 30 აგვისტოს Racing the Planet-მა კუნუნურას ვიზიტორთა ცენტრს მიმართა და კითხა, ვისთან უნდა დაეკონტაქტებინათ ხანძრებთან დაკავშირებით. მათ ურჩიეს ესაუბრათ ტონი სტივენსონთან, ხანძრისა და საგანგებო სიტუაციების სამსახურის ადგილობრივი ოფისიდან და ლეიკ ბენტლისთან, გარემოს დაცვისა და კონსერვაციის დეპარტამენტიდან. დადო ეს შეთხობინებები. გაგზავნეს ელფოსტები, მაგრამ კომუნიკაციამ Racing the Planet-ი არ დაარწმუნა, რომ ხანძრის რისკი რბოლის თავიდან გადაეხედათ. რბოლა დაგეგმილის მიხედვით გაგრძელდა. რბოლის დღეს John Story, რომელიც ოფიციალურად რბოლის ნაწილი არ იყო, მაგრამ მორბენალთა უსაფრთხოებაზე ზრუნავდა, კიდევ ერთხელ გადაუფრინა მარშრუტს. ის შოკირებული იყო, როდესაც დაინახა, რომ ცეცხლი მნიშვნელოვნად გავრცელებულიყო. მან დაუყოვნებლივ სცადა გაეფრთხილებინა Racing the Planet-ი, ასევე დაუკავშირდა ნათან სამერსს, რბოლის გადამღებ ვერტმფრენის პილოტს, რათა ორგანიზატორებისთვის გადაეცა გაფრთხილება ცეცხლის სწრაფად მიახლოების შესახებ რბოლის მარშრუტთან. თუმცა სანამ შეთხობინება Racing the Planet-ის ღონისძიების მენეჯერს მეორე საკონტროლო პუნქტში მიაღწევდა, მისი სასტრაფო ხასიათი და მნიშვნელობა შემცირდა, რადგან ის რამდენიმე ადამიანს გადაეცა და ორგანიზატორებმა ვერ მიიღეს გადამწყვეტი ზომები. შეჩერებინათ რბოლა ან სხვა გზაზე გადაეყვანათ მორბენლები. შეტყობინების გადაუდებლობა შემცირდა არასწორი კომუნიკაციისა და ვარაუდების შედეგად, რამაც კრიტიკულად დააზიანა რეაგირება მოახლოებულ თხის ხანძარზე. ხედავთ, სტორის შეტყობინება სამერსისთვის ნათელი იყო. ცეცხლი ქედის გადაღმა დაახლოებით 2 კილომეტრში მოდიოდა და 2 საათში მიაღწევდა რბოლის ბილიქს. John Story-ს 2 საათიანი გათვლით ცეცხლი დაახლოებით 12 საათსა და 30 წუთზე მიაღწევდა მეორე საკონტროლო პუნქტს. მონაწილეებისთვის მეორე საკონტროლო პუნქტამდე მისვლის ბოლო დრო იყო ნაშუა დღევის 2 საათი. ეს ნიშნავდა, რომ არსებობდა შესაძლებლობა მონაწილეები ცეცხლში მოხვედრილიყვნენ. ეს სასწრაფო გაფრთხილება ცეცხლის სიჩქარისა და მიმართულების შესახებ მკაფიო ინფორმაცია შეიცავდა, მაგრამ როდესაც სამერსმა სტორის შეტყობინება მეორე საკონტროლო პუნქტზე შეჯიბრის ორგანიზატორებს გადასცა, შეტყობინების დეტალები თანდათან ბუნდოვანი გახდა. რადგან სამერს ვერ შეძლო თავისი ვერტმფრენის დაშვება, საკონტროლო პუნქტთან ბუჩქნარით დაფარული რელიეფის გამო, მან რამდენიმე კილომეტრი გადაუფრინა Gibb River Roads და მიწაზე მყოფ მედია ჯგუფის წევრს ხმამაღლა გადასცა გაფრთხილება. ეს ფიზიკური მანძილი სამერსსა და საკონტროლო პუნქტს შორის გახდა პირველი მიზეზი, რამაც შეტყობინების გადაუდებლობა შეასუსტა, რადგან ცეცხლის მდებარეობისა და დროის შესახებ მნიშვნელოვანი დეტალები მანძილზე ყვირილით უნდა გადაეცა. შემდეგ მედია ჯგუფის წევრმა ეს შეტყობინება გადასცა Racing the Planet-ის ღონისძიების მენეჯერს რიტა ჰანინენს, საკონტროლო პუნქტთან დაახლოებით 10 საათსა და 30 წუთზე. შეტყობინების მეორედ გადაცემამ კიდევ უფრო მეტი დაბნეულობა გამოიწვია და სტორის თავდაპირველი გაფრთხილების მნიშვნელოვანი დეტალები, განსაკუთრებით ცეცხლის ზუსტი მდებარეობა და მოსვლის სავარაუდო დრო, გადაცემისას დაიკარგა ან შესუსტდა. ასე რომ, როცა შეტყობინება ჰანინენს მიაღწია 2 კილომეტრში რბოლის ბილიქზე მომავალი ცეცხლის ნაცვლად, რომელიც 2 საათში თქვენთან იქნებოდა, ეს ინფორმაცია აღარ იყო ზუსტად გადმოცემული. რაც ჰანინენმა გაიგო იყო, ცეცხლი ჩვენსკენ მოდის და შეიძლება მალე ამ ტერიტორიაზე იყოს. ხედავთ, ამ ტერიტორიაზე რამდენიმე ტყის ხანძარი იყო, რომელთაგან ზოგიერთი მრბოლელებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა. ამიტომ, როცა მორბენლები მეორე საკონტროლო პუნქტთან მივიდნენ, ჰანინენი ფიქრობდა, რომ ცეცხლი გზას აცდებოდა და რბოლაზე გავლენას არ მოახდენდა. საერთოდ არანაირი ქმედება არ განხორციელდა და, რაც ახლა ვიცით, რომ უზარმაზარი ძვირად დაჯენილი შეცდომა იყო. ორგანიზატორებმა არანაირი მცდელობა არ გააკეთეს, რომ დაედგინათ ცეცხლის ზუსტი მდებარეობა, მიმართულება და სინძიმე, როგორც ეს შეტყობინებაში იყო გადმოცემული. მათ საუკეთეს ვარიანტზე იფიქრეს და არა უარესზე. Turia, Keith, Hallie, Wandermirby and Mikely ყველა მეორე საკონტროლო პუნქტზე 11:30-ის შემდეგ გავიდნენ. და რომ რბოლის ორგანიზატორებს ისინი იქ უსაფრთხოების მიზნით შეეჩერებინათ, ცეცხლში არ აღმოჩნდებოდნენ გაჭედილები. საათ ნახევარზე ცოტა მეტი ხნის შემდეგ ორგანიზატორების მიერ ახალი ხანძრების უგულებელყოფამ და დეტალებში საერთო დაბნეულობამ პასუხი გასცა ჩემს მეორე კითხვას და დარწმუნებული ვარ თქვენსაც, ანუ რატომ დასჭირდა ასე დიდი დრო დახმარების მისვლას. როცა მიხვდნენ, რომ ზოგი მორბენალი მძიმედ იყო დაშავებული, დახმარებისთვის დაუკავშირდნენ დასავლეთ ავსტრალიის სახანძრო და საგანგებო სიტუაციების სამსახურს პერთში. თუმცა თავიდანვე საუბარი აირია ადგილმდებარეობებისა და საჭირო საგანგებო სამსახურების შესახებ გაუგებრობაში. Kimberley-ს შორეული ველური მხარე, სადაც ზუსტი მისამართები და ნაცნობი ღირსშესანიშნაობები არ იყო, კიდევ უფრო ართულებდა უკვე დაძაბულ სიტუაციას.
როდესაც ორგანიზატორები ცდილობდნენ გადაეცათ სასწრაფო საჭიროებები და ამტრობის მქონე პაციენტებისთვის სამედიცინო დახმარება, ზარი შეფერხდა გაუგებრობების გამო, რომელი გადაუდებელი სამსახური იყო საჭირო და მტრობის მქონე პაციენტების ზუსტი GPS კოორდინატები რა იყო. საბედნიეროდ 4 მტანჯველი საათის შემდეგ, რომელიც ალბათ მარადიულობად მოეჩვენებოდათ, დახმარება საბოლოოდ მივიდა 6 გაჭედილი მორბენალისათვის. ეს გმირობა მოითხოვა ვერტმფრენის პილოტმა პოლ კრიპსმა, რომელმაც გაბედული სამაშველო ოპერაცია ჩაატარა. ევაკუაციის დროს ვერტმფრენი ისე ჰაერში გააჩერა, რომ ერთი საკრდენი ვიწრო კლდის თაროს ეკრნებოდა. მისი მფრინავის ოსტატობა, სიზუსტე და სწრაფი აზროვნება მიაწერეს თურია პიტისა და კეით სანდერსონის სიცოცხლის გადარჩენას. რომ არა მისი ეს რისკი, ორივე ქალი თითქმის უეჭველად დაიღუპებოდა. თურია მაშინვე სამედიცინო დახმარებისთვის გადაიყვანეს. სამაშველო ჯგუფმა მისი დაზიანებების სერიოზულობის გააზრების შემდეგ სწრაფად იმოქმედა, რათა ტურია რაც შეიძლება მალე მიეღო საჭირო დახმარება. ბევრს ეგონა რომ ის ვერ გადარჩებოდა. ტრანსპორტირებისას იგი არაერთხელ ან ორჯერ, არამედ 3ჯერ გარდაცვლილად გამოაცხადეს. ის ხელოვნურად გამოწვეულ კომაში შეიყვანეს და იქ ერთ თვეზე მეტხანს დარჩა. თურია პიტმა მარჯვენა ხელზე ყველა თითი დაკარგა, ხოლო მარცხენაზე 2. მან საავადმყოფოში 6 თვე გაატარა და 2 წელიწადში 200-ზე მეტი ოპერაცია გადაიტანა. მან ასევე მილიონობით დოლარი დახარჯა რეაბილიტაციაში. ეხლა სრულიად გულახდილად ვიტყვი. არაფერი ვიცი მარათონის ორგანიზების შესახებ. არ ვაპირებ თავი ისე მოვაჩვენო თითქოს ვიცი. ასე რომ თუ ვინმეს კომენტარებში ეს ესმის, იქნებ ცოტა დამეხმაროთ. მაგრამ ამის მიუხედავად, ალბათ იფიქრებდით, რომ მარათონის ორგანიზება, განსაკუთრებით ესეთ შორეულ და რთულ რელიეფზე, საჭიროებს სარისკო ფაქტორების დეტალურ შეფასებას და საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნის გეგმას, ხომ ასეა? განა არ უნდა ჩატარდეს მარშრუტის საფუძვლიანი შემოწმება, საგანგებო კომუნიკაციის უზრუნველყოფა ან თუნდაც სატელიტური ტელეფონების დარიგება ძირითად პერსონალისთვის. ლოგიკურია, რომ როცა რბოლა გადის დიდ მანძილზე და პოტენციურად საშიშ ტერიტორიებზე, ორგანიზატორებს უნდა კონდეთ შესაბამისი პროტოკოლები, რათა ნებისმიერ სიტუაციაზე სწრაფად მოახდინონ რეაგირება. უბრალოდ გამაოგნებელია ჩემთვის, რომ მიუხედავად ამ ტერიტორიაზე ბუჩკის ხანძრების ცნობილი რისკებისა, როგორც ჩანს შესაძლოა არ არსებობდა ძლიერი გეგმა ასეთ წინასწარ განჭვრეტად საფრთხესთან გასამკლავებლად. მათ ჰქონდათ ცოდნა, ბუჩკის ხანძრები იმ მხარეებში იშვიათი არ არის. და კიდევ ერთხელ, მე მარათონის ორგანიზების ექსპერტი არ ვარ, მაგრამ ეს ნაწილი უბრალოდ მაოცებს. და ამ ტრაგედიის მასშტაბებიდან გამომდინარე, ნამდვილად გაკვირვებს, იყო თუ არა სათანადო კონტროლისა და ზედამხედველობის მექანიზმები დანერგილი. არ არსებობდა საგანგებო გეგმა ბუნებრივი კატასტროფებისთვის. სამწუხაროა, რომ ეს შეიძლება დააეცილებინათ. დღესდღეობით მარათონის მორბენლები, განსაკუთრებით ისინი, ვინც მონაწილეობენ ულტრამარათონებში ისეთ შორეულ ადგილებში, როგორიცაა კიმბერლი ავსტრალიაში, სულ უფრო მეტად იყენებენ თანამედროვე ტექნოლოგიებს ნავიგაციისა და უსაფრთხოებისთვის. ისინი ხშირად იყენებენ აპებსა და მოწყობილობებს, რომლებიც უზრუნველყოფენ GPS-ით თვალყურის დევნებას, თუნდაც ისეთ ადგილებში, სადაც მობილური კავშირი არ არის. ეს აპები მორბენლებსა და ორგანიზატორებს საშუალებას აძლევს მარათონის დროს თვალყური ადევნონ მარშრუტს, მანძილს, დროს, სიჩქარესა და გულისცემას. მაგრამ 2011 წელს ესეთი ტექნოლოგია ესე გავრცელებული არ იყო, ან შესაძლოა არ მიიჩნეოდა რბოლის უსაფრთხოების სტრატეგიის აუცილებელ ნაწილად. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს GPS მოწყობილობები ხები ხელმისაწვდომი იყო, როგორც ჩანს ამ ტექნოლოგიის გამოყენებაზე მორბენლების უსაფრთხოების გასაზრდელად ყურადღება არ გამახვილებულა. ეს ტრაგიკულია, ეს გამაღიზიანებელია. და ჩემთვის უბრალოდ ასე ჩანს, რომ ყველაფერი რაც ამ სიტუაციაში შეიძლებოდა არასწორად წასულიყო, ასე მოხდა კიდეც. იმის მიხედვით, რაც ამ ისტორიიდან გიამბეთ, შეიძლება იფიქროთ, რომ ტურია პიტი აღარასოდეს ირბენდა და ასეთ წარმოუდგენლად საშინელ გამოცდილებას, რომელმაც თითქმის სიცოცხლე წაართვა, ამის შემდეგ ვერავინ დაადანაშაულებდა. მაგრამ არა, ის ნამდვილად შთამაგონებელი ქალია და მორბენალი. თურია კლავაც ულტრამარათონის მონაწილეა, რომელმაც გამოჯამრთელების შემდეგ არაერთ სარბენ-შეჯიბში მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა. მათ შორის ავსტრალიის 2016 წლის აირონმენის გამოწვევაში. ის ავტორია, ბიზნეს მწვრთნელი და კიდევ ასწავლის ახალგაზრდა ქალებს სირბილს. თურია პიტმა უზენაეს სასამართლოში სარჩელი შეიტანა Racing the Planet-ის წინააღმდეგ და 2014 წლის მაისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სასამართლოს გარეშე მორიგება შედგა 10 მილიონი ავსტრალიური დოლარის ოდენობით. გულით უთანაგრძნობ მამაც, ტურია პიტს და მის მოსიყვარულე ოჯახს. გმადლობთ ყურებისთვის. ბოლო დროს ბევრი ახალი გამომწერი მემატება და ძალიან ვაფასებთ ტიპს თითოეულ თქვენგანს. თუ გსურთ მეტი ესეთი ისტორია, დააჭირეთ გამოწერის ღილაკს და შემდეგ ვიდეოში შევხვდებით.